გორის ცენტრალურ მოედანზე ახალი მონუმენტის პროექტის შერჩევა დაიწყო. მემორიალი, რომელიც სტალინის ძეგლს შეცვლის, საქართველოს კულტურის მინისტრის თქმით აგრესიული პოლიტიკისა და საბჭოთა რეპრესიების შედეგად აღუპულთა, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტის ტენდორიმანის ხსოვნას მიეძღვნება. მიკა რურუას თქმით, სტალინის ძეგლს რესტავრაცია utარდება. შემდეგ კი მონუმენტს გორში ბელადის სახლ-მუზეუმში გადაიტანენ. დღეს გამოცხადდა კონკურსი იოსებ სტალინის ძეგლის ადგილას დასადგმელი მემორიალის პირობებით. მინდა ყველას უთხრა, რომ 15 ნოემბრამდე შეიძლება მიღება წინადადებებისა და სრულს გამოვთქვამთ, რომ ეს წინადადებები იყოს მთელი მსოფლიოდან, ანუ ყველა სკულპტორმა, მხატვარმა, არქიტექტორმა, ვისაც ადარდებს ეს თემა, მიიღოს ამაში მონაწილეობა. Freedom House-ის ახალი ანგარიში უკანასკნელი 10 წელი ყოფილ საბჭოთა კავშირში დემოკრატიული მართვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაქვეითების 10 წლეულია ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენებაში, რომლის პრეზენტაციაც 29 ივნისს რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ოფისში გაიმართა. ანგარიშის თანახმად საქართველოში კორუფციის დონე 1999-2000 წლებში არსებულ ნიშნულ სინარჩუნებს. საქართველოს შესახებ ასევე აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით პროგრესი მხოლოდ 2004 წელს დაფიქსირდა. ამავე პერიოდში არ შეცვლა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მაჩვენებელი. 2000 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი და ცენტრალური ხელისუფლების დემოკრატიულობა. გაუმჯობესდა საარჩევნო გარემოც. შედარებით იმატა მედიის თავისუფლების ხარისხმა, თუმცა შემცირდა ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიულობის დონე. Freedom House-ი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ავტორიტარული მმართველობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ გამონაკლისს უკრაინა და საქართველო წარმოადგენს, სადაც მთავრობა არც ავტორიტარულია და არც ნახევრად ავტორიტარული. კინოსახლში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის დაწიოკება საქართველოს სახელი ჩვენება გაიმართა. საგამოძიებო ფილმი საქართველოში ეთნიკური ოსების პრობლემებს და ქართველების მიერ მათი შევიწროვების ფაქტებს ასახავს. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სუჩა ნანუაშვილის თქმით, დაწიოკება საქართველოს სახელით ბევრი ადამიანისთვის ის წითელი ხაზი ექნება, რომლის გადაკვეთასაც ქართული მხარე ნაკლებად ცდილობს, რადგან ეს პრობლემა მათთვის არც თუ სასიამოვნოა. ჩვენი ფილმის გმირი არის გიორგი ხეთებური, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ოსი, რომელიც დააპატიმრეს 2006 წელს და იგი 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში ერთი აბის სუბოტექსის ბრალდებით. ჩვენთვის ეს ორი ფაქტი და ხეთებურსაც შეეხება, იგი ცხინვალში მოძრაობს ხშირად, მოძრაობდა ყოველ შემთხვევაში და როგორც თვითონ აცხადებს, ქართულმა ძალოვანებმა შესთავაზეს მას თანამშრომლობა ცხინვალის რეჟიმის წინააღმდეგ, სადაც უარი მიიღეს და ამის შემდეგ წავიდა შემდეგ სუბოტექსის ბრალდების ასე ვთქვათ განვითარება. ეს ის თემებია, რომელსაც ხელისუფლება საგანგებოდ მალავს, თქმა უნდა მას არ აწყობს ამ თემებზე საუბარი, რომ ეს თემები და ეს საკითხები გახდეს საჯარო. რამდენიმე ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი აშკარად შეიძლება დადგეს, თუნდაც ვლადიმერ დათაშვილის, რომელიც არის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე საუბარია სხვა ადამიანებზე. ჩვენ ასევე მეორე ნაწილზე მუშაობთ ფილმის, რომელშიც ასევე იქნება საუბარი მსგავს ფაქტებზე და სხვა ჩინოვნიკების პასუხისმგებლობაზე. თინა ხიდაშელი თბილისის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე არაადეკვატურად ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შეუზღუდავი შესაძლებლობა გააჩნია. მისივე თქმით, აუცილებელია საკრებულოში დადგინდეს მედიის აკრედიტაციის წესი და გაიზარდოს საკრებულოს სხდომების ინტენსივობა. თინა ხიდაშელი ასევე მოითხოვს, რომ თბილისის ბიუჯეტის განხილვა სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის ვადების ანალოგიურად მოხდეს. თბილისის საკრებულოს კომისიების სხდომებზე დასწრებისთვის მედიას სჭირდება სპეციალური მოწვევა და შეუძლებელია სხვაგვარად ჟურნალისტი მოხვდეს კომისიის ან ფრაქციის სხდომაზე. ამიტომ მე შევდივარ ინიციატივით, რომელსაც დავარეგისტრირებ დღეს საკრებულოში, სპეციალური წესის მიღების შესახებ მედიის აკრედიტაციისთვის, რათა თქვენ მოგეცეთ თავისუფალი მუშაობის საშუალება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ თბილისის მთავარი ორგანო იკრიბებოდეს 3 თვეში ერთხელ, ამიტომ ჩვენ შევდივართ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საკრებულოს მუშაობის წესი, საკრებულოს სხდომები იყოს ფიქსირებული, იყოს რეგულარული. ნუგზარ ნაჭყებია საქმეს კონსერვატიული პარტია გამოეხმაურა. კახა კუკავას თქმით, ნაჭყებიაზე პოლიტიკური ანგარიში სწორება 2005 წლიდან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც მან ხელისუფლების დავალებით ყალბი აქტი არ შეადგინა. აქტის საფუძველზე მისი თანამშრომელი ბიძინა გიორგობიანი უნდა დაეკავებინათ. კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსნის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 ივლისს გაიმართება. მას ბრალადედება პროკურატურაზე ზეწოლა. კუკავა საზოგადოებას 1 ივლისს საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მოწყობისკენ მოუწოდებს.
მას ბრალი ედება იმაზე, რომ ახორციელებდა ზეწოლას საქართველოს გენერალურ პროკურატურაზე. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულად, ამაზე შეგიძლიათ თავად იმსჯელოთ. ამჟამად ნუგზარ-ნაჭყები არის გამოძახებული თბილისის საქალაქო სასამართლოში, აი ამ სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ ხელისუფლება აპირებს მის გაუნებელყოფას, ეს არის ცოცხალი მოწმე და როგორც საერთოდ მიღებული არის მაფიის პრაქტიკაში ცოცხალ მოწმეებს, როგორც ჩანს ეს ხელისუფლება ვერ იტანს. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ნუგზარ-ნაჭყებიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა და სისხლის სამართლის საქმე. ნუგზარ-ნაჭყებიას წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების შესახებ პოლიტიკური გაერთიანება გამარჯვებისთვისაც საუბრობს. გაერთიანების წარმომადგენლის იაკობ გუგელაძის განცხადებით, კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე უკანონოდ დააპატიმრეს. პოლიტიკური გაერთიანება ნაჭყებიას მხარდაჭერას უცხადებს და სასამართლოს ობიექტურობისკენ მოუწოდებს. მოგახსენებთ, რომ 1 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ბატონი ნუგზარ-ნაჭყებიას საქმის განხილვა, რომელიც აღძრულია 2005 წლიდან და მასა დღემდე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კვლავ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა. პოლიტიკური გაერთიანება გამარჯვებისთვის თვლის, რომ მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში ბატონი ნუგზარ-ნაჭყები არის უდანაშაულო. ჩვენი მოძრაობა სრულ მხარდაჭერას უცხადებთ ბატონ ნუგზარ-ნაჭყებიას და მოუწოდებთ ხელისუფლებას კეთილგონიერებისაკენ, ხოლო მართლმსაჯულებას სამართლიანობისაკენ. მოძრაობა 7 ნოემბერის საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავს. ჯაბაჯიშკარიანის თქმით, დემონსტრანტების პროტესტის მიზეზი კიდევ ერთი უკანონო დაპატიმრება. საუბარია კონტროლის პალატის სარევიზიო განყოფილების ყოფილ უფროსზე ნუგზარ-ნაჭყებია თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანამშრომელზე ბიზნა გიორგობიანზე კომპრომატი ვერ მოიპოვა და მისი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა. ამის გამო ნაჭყებიას წინააღმდეგ საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით აღიძრა. პროცესი 1 ივლისს გაიმართება. შესაძლეს უწყება და ასევე მარიონეტული რეჟიმთან ურთიერთშეთანხმების დოკუმენტის გაფორმების ასე ვთქვათ ხარჯზე ხდებოდა ამ ხეთქის გატანა და შემდეგ ამაზე ვაჭრობა. ნუგზარ-ნაჭყებია ეს არის სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელმაც არ შეასრულა შესაძლეს დავალება. ნუგზარ-ნაჭყებია ეს არ გააკეთა, მან ამხილა მერაბ ლაფანაშვილი, შემსრულებელი, დავალების გამცემი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო მერაბიშვილის კანტორა და ნუგზარ-ნაჭყებია გამოვიდა და პირდაპირ ილაპარაკა. ცენტრ-პოინტთან საპროტესტო აქცია გაიმართა კომპანიის მიერ დარღვეული ხელშეკრულებით უკმაყოფილო მოსახლეობამ მშენებლობის დროულად დასრულებასა და მათთვის კუთვნილი ფართის გადაცემას ითხოვს. ისინი აღნიშნავენ, რომ მშენებლობა 2009 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. ცენტრ-პოინტის გენერალური დირექტორის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, სოფიო კრიზისი მათი კომპანიის ფინანსურ რესურსებს უარყოფითად აისახა, თუმცა მისი განმარტებით ამის მიუხედავად მოსახლეობის მიერ დარჩენილი დავალიანების დაფარვის შემთხვევაში წლის ბოლოს ცენტრ-პოინტი მშენებლობის დასრულებას შეძლებს. 2005 წელში პირადად მე გავაფორმე ხელშეკრულება დიდი დიღმის ოაზისთან. დაფარული მაქვს თანხა, ანუ რა გრაფიკის მქონდა გათვლილი, ეს აბსოლუტურად დავფარე ეს თანხა. დარჩენილი მაქვს $4,300, რომელიც პრინციპულად აღარ შევიტანე, იმიტომ რომ მშენებლობას რო უყურებ, ტემპი არ არის და ვიცი რომ იბინა არ ჩამბარდება. გასულია წელიწადზე მეტი, ხო? გვეუბნებიან რომ ვერ გეტყვით ვადას. უნდა გითხრათ რომ ყველა ჩვენი კლიენტის მოთხოვნა არის აბსოლუტურად სამართლიანი. იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში სამშენებლო ბაზარზე შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ საკმაოდ ჭირს ვალდებულებების შესრულება. პირველი, რაც შეეხება დიდი დიღმის ოაზისს. მე ვიზიარებ მოსახლეობის შეშფოთებას და წუხილს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ობიექტი. ეს არის აშენებული ობიექტი, მიმდინარეობს სახურავში მარტო მშენებლობა, ისმევა ფანჯრები და მაგ ობიექტს პრობლემა არ გააჩნია გარდა გადავადებისა დროში. ასკანის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის კიდევ ერთი კედელი ჩამოინგრა. შენობის კედელი პირველად 13 ივნის ჩამოიშალა. ბინის მფლობელები ამ დრომდე სახლის გვერდით კარავში იმყოფებიან. რაიონის გამგებელი მათ ქირით გასვლას თავაზობს, თუმცა დაზარალებულებს მიაჩნიათ, რომ ეს დახმარება დროებითი. ამასთან აღნიშნავენ, რომ თავად ქირის გადახდას ვერ შეძლებენ. გამგებლის ამ წინადადებას კი ბინის მეპატრონესთან მეგობრობით ხსნიან.
13-ში ჩამოინგრა ერთ-ერთი კედელი საცხოვრებელი ბინის და იმის შემდეგ ვართ ქუჩაში აი ასე გარეთ ვიძინებთ ადამიანებს, იმიტომ შიგნით შესვლა არ შეიძლება და დღეს დამატებით მოხდა გრევა, ჩამოიწია თქვენ უკვე გადაიღეთ ნახეთ შიგნით მეორე მეზობლის ჩვენი საცხოვრებელი ჭერიც ჩამოვარდა თითქმის ჩამოვარნაზე და კედელი უკვე გადმოსულია და ალბათ აი დღე-დღეზე შეიძლება დღესაც ჩამოინგრეს